თბილისის პოლონეთის ინსტიტუტის გარდა ხარი დაგვიჭირა კრაკოვის წიგნის ინსტიტუტმა და შესაძლებელი გახდა ეს ლამაზად გამოცემა. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი და გომბროვიჩი ეხლა უკვე მე მგონი ქართულად ბევრს აქვს წაკითხული, გამოიცა 18 თუ 19 წელს. გომბროვიჩი ესე ვთქვათ ითვლება, ჩემი აღქმით ყველაზე მნიშვნელოვანი პოლონელი მწერალია ყველა დროის, შეიძლება სხვანაირად ფიქრობს. ითვლება ავანგარდისტად, რაღაცა ყველაფრად ითვლება, მე მგონი ზოგი თვლის, რომ ლათინური ამერიკის მაგიური რეალიზმის საფუძველი გახდა ეს წიგნი. რატო? იმიტომ რომ მართალია პოლონელია, გომბროვიჩი აქ ალბათ ვერ მოვაცრებ მთელ მის ბიოგრაფიას, bis მოთხრობას, მაგრამ არგენტინაში გაატარა დაახლოებით 20 წელი, ცოტა მეტი და ლათინური ამერიკა რაღაცნაირად თავისიან ევროპელ მწერლად თვლის და ის მხარე მისი ცხოვრების რაღაცნაირად ნაკლებად ცნობილია. და ნუ ითვლება, რომ სწორედ იმიტომ, რომ იმ კონტინენტზე ცხოვრობდა, ეს წიგნი გახდა ერთ-ერთი ბიძგი მაგიური რეალიზმის განვითარებისთვის. რაზეა წიგნი მაყურებელს უფრო დეტალურად რომ ვუამბოთ, მთავარი სათქმელი რა არის და აი ფერდი დურკე რა დგას მის უკან? რაზეა, ნუ ამაზე ძალიან მიჭის ლაპარაკი, ჯერთი რაღაცა ყველა ხერაში ძალიან სერიოზულად და ესეთი ხდებათ, რომ ნუ რაღაც ბევრი პრეტენზიული ესე. ჩემთვის პირველ რიგში გომბროვიჩი არის მწერალი, რომელიც არც ერთ დიდ მაინც არც ერთ კლასიფიკაციაში არ ჯდება და მე მგონია რომ წერდა გასართობად და თავიდან შეიძლება ეს არ ჩანს, მაგრამ ნუ წიგნის სიღრმეში რომ შედის ადამიანი ეგ კარგად იგრძნობა. რაზე ეგ წიგნი? აი მაიმუნობა, ფერდი დურკე, ძალიან ბევრი ვერსია თვითონ არა უხსნია, ზოგი თვლის რომ არაფერს არ ნიშნავს. ზოგის აზრით სინკლერ ლუისის რომანია ერთ-ერთი, რომლის პერსონაჟიც არის ფერდი დურკი. ნუ არ ვიცი, მე მართალი გითხრათ და ერთ-ერთმა მთარგმნელმა მე მგონი გააკეთა ყველაზე კარგი განმარტება. მისი აზრით არის რაღაცა ბავშვობის დროინდელი ფრანგული კეთება და დურკა, ნუ სლავური ენების საერთო სულელური სახეების კეთება, ესე ვთქვათ და იქ მე არის რაღაც თავები, სადაც სიფათებით დუელი მიდის, სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს დუელს უწყობენ გამომეტყველებებით და მე მგონი ეგ მაგასთან ყველაზე ახლოს არის ეგ ახსნა, მაგრამ ნუ რა ვიცი, კონკრეტული პასუხი არ არსებობს ამაზე. ესეც ძალიან საინტერესო არის ხოლმე წიგნის კითხვის დროს ზოგადად. ქალბატონი ქეთი, თქვენთვის როგორც მთარგმნელისთვის, აი ამასთან მიმართებით მინდა გკითხოთ, როგორი იყო წიგნზე მუშაობის პროცესი? მაგალითად, თუ იყო რომელიმე გამოწვევა, გულისხმობ გომბროვიჩის ტონის, იუმორის, ფილოსოფიური სიღრმის შენარჩუნების თვალსაზრისით დავუშვათ. ნუ ითვლება უთარგმნელ რომანად. თორე ეგეთი არ არის, მაგრამ ალბათ გააჩნია ენას, რომელ ენაზე გადადის. მე მომეჩვენა, რომ ჩემთვის იყო, როგორ გითხრათ, ცოტა რაღაც წონასწორობა უნდა დამეცვა, რაღაც გემოვნების ამბავია, რაღაც ბევრი გამოგონილი სიტყვა, რომელიც ზოგადად მე მგონი საქართველოში აღიზიანებთ. ხო, აი ეს რაღაცა ენა ცოტა ისეთი ექსპერიმენტატორული სიტყვების გამოგონება, ნუ აქ უნდა შემენარჩუნებინა რაღაც წონასწორობა უნდა დამეცვა. სხვა, ნუ რა ვიცი, ტექსტს რომ მიყვები, ფილოსოფიური ხოჯერის ხო გომბროვიჩი იყო არის ერთ-ერთი ისეთი ავტორი, რომელიც წერდა, რომ სხვა ფილოსოფიის გარდა არაფერი არ მაინტერესებს და ძალიან ბევრი რაღაცა ალბათ, მე არ ვიცი და იციან მკვლევრებმა
რა დევს, მაგრამ ორი თავია, რომლებიც ასეთ ამოვარდნილი აქედან და ჩემი აზრით რაღაც მე-17 საუკუნის ევროპულ სატირულ ჟანრს ეხმიანება რაღაცნაირად, ხო, აი რაღაც უცნაური წიგნია მოკლედ, უცნაური რა, არ გავს ბევრ რამეს. არ გავს ბევრ რამეს, ამასთან მიმართებით ოდნავ მოგვიანებით გკითხავთ მის სხვა ნაწარმოებებთან შედარებით. იქამდე კი მინდა გკითხოთ, ნაწარმოები არის 1930-იან წლებში დაწერილი. როგორ ფიქრობთ, დღეს რატომ არის ეს ნაწარმოები კვლავ აქტუალური? შედევრია და ამიტომ აქტუალურია ყოველთვის. ბრძნელი სათქმელია. ხო, როგორც დავუშვათ, რა არის ის ძირითადი საკითხები, ის ძირითადი თემები, რომლებიც აი 1930 წლის შემდეგ დღევანდელი გადმოსახედიდაც მნიშვნელოვანია. აი ერთი რაღაც შემილია უბრალოდ ამაზე ვთქვა, ეს არის 37 წელს დასრულებული, ალბათ 27 წელს ალბათ დაასრულა და 38-ში გამოიცა, ამიტომ ორივე ამ წელს ახსენებენ ხოლმე. როგორც თვითონ დაწერა იმ დროის არანორმალურ და რეალობის არანორმალურ ცვლილებას ეხმიანება ეგ წიგნი და ყოველთვის ამ პერიოდის პოლონელი მწერლები სულ იმაში ფორმის ძიებაში იყვნენ და თვითონ წერს, რომ აი ამ რაღაც ახალს და ჩამოუყალიბებელს ფორმის მოძებნა ჭირდება და თუმცა მე პირველ რიგში აღვიქვავ როგორც ძალიან ესეთი ბრწყინვალე იუმორით დაწერილ წიგნს. გიჟური ცოტათი. ვიტოლდ გომბროვიჩის შემოქმედება ზოგადად გამოირჩევა ხოლმე ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზით, პარადოქსისა და აბსურდის განცდით. როგორ იყენებს ფერდი დურკეში, აი ამ ნაწარმოებში, აბსურდს ავტორი ადამიანის ბუნების ან საზოგადოების შესახებ აზრის დასადგენად? ხო, აქ ბევრია. ის ყოფერას თქვენ ბრძანეთ, რომანი იწყება იმით, რომ 30 წლის ადამიანი უცებს იღვიძებს ბავშვად, იღვიძებს და საძინებელში თავზე ადგას მასწავლებელი, რომელსაც სკოლაში მიყავს და იქედან იწყებს ცხოვრებას როგორც 14 თუ როგორც თინეიჯერი, იქ არის მე რაღაცა სკოლის მთელი ეს რაღაცა არანორმალური აბსურდული სიტუაცია, მე ორნი გარბიან სოფლად, სადაც უკვე ასე ვთქვათ სატირა და ყველანაირი აგდება მემამულეთა კლასის, ინტელიგენციის, გლეხების, ვისი აღარ. და ხო, მთლიანად რაღაცა სიურრეალისტური და აბსურდული ამბებია. და ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ, ვიტოლდ გომბროვიჩის სხვა ნაწარმოებების შესახებ რა შეგვიძლია ვთქვათ, ასე ვთქვათ, შეჯამების თვალსაზრისით, რომ გავაკეთო, რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი და აი ფერდი დურკე, რომელსაც ახლა მაყურებელი წედავს კარგში, რითი გამოირჩევა სხვა ნაწარმოებებისგან. მე მგონი ძალიან ლამაზია. არ ვიცი, აქ რაღაცა ესეთი არის რაღაც თემები, რაც სხვა რომანებშიც არის. აქ არის ეს სიმწიფის და დასრულობის და იმ რაღაც ჩემთვის აი რაღაცა ცოტა განსხვავებული სამაქ ხოლმე აქ განსაკუთრებით ამ წიგნის. ჩემთვის არის ის, რაც სატრმა თქვა მგონი, ხო, რომ ჯოჯოხეთი ეს სხვები ეს არიან სხვები. ანუ რის გავლა უწევს ადამიანს, რომელიც 30 წლის არის, მაგრამ მოკლედ რომელიც შინაგანად ყოველთვის ადამიანი ისედაც რჩება ბავშვად და რამდენაირი იმის მორგება უწევს იპოსტასის, რომ ჩაეწეროს რაღაც საზოგადოებრივ რაღაცა ნორმებში.